სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო ყველას, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. ქრისტეს 7 სიტყვა ჯვარზე. მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რაც ჩვენი ცხოვრების მთავარია, ერთ-ერთი საიდუმლოა, ხო, და ქრისტეს 7 სიტყვა ჯვარზე. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მას შეუსრულდა 30 წელი, ანუ 30 წლიდან იწყებს ქადაგებას და მხოლოდ 3 წელი დააჭირდა მას, რომ და შეცვალა კაცობრიობის ისტორია. მხოლოდ 3 წელი იქადაგა. წარმოიდგინეთ, ხო? რატომ? იმიტომ რომ მას სიტყვა და საქმე ერთი ჰქონდა, ხო? როცა ამბობდა განიკურნე ადამიანი კურნებოდა, ხო? ესე იგი უბძანებდა ქარს, ზღვას, ბუნებას, ხო? და ყველაფერში ემორჩილებოდა, ესე იგი მის სიტყვას. ჯვარზე ასვლა, ხო, ნახეთ, როცა და შემდეგ უკვე ის, ესე ვთქვათ, ჯუნდება, როდესაც ჯვარზე ადის, ხო? ეკლესიასტი ეს არის ძველი აღთქმა, ამბობს არის დრო საუბრისა და დრო სიჩუმისა. ჯვარზე ასვლისას ქრისტემ შეწყვიტა ქადაგება და რატომ? იმიტომ რომ ზოგჯერ სიჩუმე უფრო ძლიერია ვიდრე 1000 სიტყვა, მეგობრებო. მაგრამ ამ სიჩუმეში, ამ ტანჯვაში მან წარმოსთქვა 7 სიტყვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჟღერს ჩვენს გულებში. პირველი მიტევება მტრებისთვის, ხო? მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ. პირველი სიტყვა, მეგობრებო, ეს მიტევების შესახებაა, ჩვენ ვიცით, ხო, წარმოიდგინეთ, ტანჯავენ, გკლავენ და შენ მათთვის, ესე იგი, მიტევებას ითხოვ, ხო? ეს ჭეშმარიტი სიყვარული არის, ხო, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ჭეშმარიტი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება. ჩვენც ხშირად ვწოდავთ და არ ვიცით, ხო, რას ვაკეთებთ, ამიტომ გვჭირდება მიტევება. მეორე, ზრუნვა საყვარელ ადამიანებზე. გახსოვთ, დედაო, აჰა, შენი შვილი და აჰა, შენი დედა, ხო? ესე იგი, მეორე სიტყვა, მეგობრებო, დედამისსა და იოანეს მიმართ არის, გახსოვთ, ხო, სახარებაში. დედამის ღვთისმშობლის და იოანეს მიმართ, სიკვდილის პირას მყოფი იესო ქრისტე ზრუნავს დედაზე, რჩევას აძლევს იოანეს, ხო, ეს გვასწავლის, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახლობლებზე, ნათესავებზე და ასე შემდეგ. და ასევე არის ასეთი, რომ, ესე იგი, ერთგვარად ის ამბობს, რომ ტოვებს, რომ აი დედა ღვთისმშობელი, დედა ჩვენი ყველასი დედა არის, ხო, ღვთისმშობელი. მაგრამ ჩვენს რომ ღირსნი გავხდეთ მისი შვილი, ну მინიმუმ იოანესავით უნდა ვიცხოვროთ, ხო? შევეცადოთ მაინც. მესამე სიტყვა, სასუფეველის დაპირება. გახსოვთ, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. მესამე სიტყვა, მეგობრებო, არის ესე იგი მონანიება, ხო, ეს კაჩაღი რო იყო, და ანუ ბოლო წუთებშიც კი შესაძლებელია განკურნება და ხსნა. არასოდეს არ არის გვიან სინანულისთვის. და მე მოყავს ხოლმე ესეთი მაგალითი, თქვენ გახსოვთ, ხო, რომ ესე იგი ადამიანი არასოდეს არ უნდა განიკითხო, იმიტომ რომ ის შეიძლება 80, 90, 15, 87 წლის ასაკში ისე მოინანიოს, გულწრფელი სინანულის დაყოფი გამოიღოს, ხო, ესე იგი უფალი შეიწირავს მის სინანულს, ხო, და აპატიებს. და მერე შენ ვერცად ვერ წახვალ შენი ამ განკითხვით, ხო, სადმე დეხარ. ამიტომ ეს განკითხვა, როგორც სიამაყე, ეს არის სულის კიბო. რომელიც უნდა მოვიშოროთ. ვიმკურნალოთ. მეოთხე სიტყვა, ადამიანური ტანჯვა. ანუ მწყურია, ხო? მეოთხე სიტყვა უბრალოდ ესე იგი ადამიანურია, ხო, ღმერთი რომელიც ადამიანი გახდა, განიცდის ჩვეულებრივ ადამიანურ ტანჯვას, ხო? ეს გვაჩვენებს, რომ
ის გვიგებს ჩვენ ვთქვათ ანუ გვიგებს ანუ ჩვენ ყოველდღიურ გაჭირვებას ხო მან იცის ხო გამოუცდია მას იგი სრული ადამიანი იყო ხო ჩვენაერი სრულად ხო ჭეშმარიტი ღმერთი და სრული ჭეშმარიტი ადამიანი ეს ძალიან მოკლე მეგობრებო მეხუთე მიტოვებულობის განცდა ხო გახსოვთ ღმერთო ჩემო რატომ მიმატოვე საერთოდ ეს ცალკე თემა არის მეგობრებო ეს რთული მომენტი არის აქ მაგრამ სულისამებრ ამას განვიხილავთ რა თქმა უნდა თუ და ანუ ეს სიტყვები საერთოდ არის ესე იგი 20 ეს ფსალმუნებიდან არის ეს სიტყვები და ქრისტე განიცდის უდიდეს სულიერ ტანჯვას ანუ მიტოვებულობის განცდას ანუ ის იღებს ყველა ტანჯვას ანუ ჩვენს ყველა ტანჯვას თავის თავზე მეექვსე მისის დასასრული აღსრულდა მეექვსე სიტყვა გამარჯვების ზახელი ანუ ყველაფერი რაც საჭირო იყო კაცობრიობის გადასარჩენად შესრულდა და მეშვიდე სრული მინდობა მამაო შენს ხელში ვაბარებ ჩემს სულს მეშვიდე ეს ბოლო სიტყვა მეგობრებო ეს ნიშნავს რომ სული მინდობა ანუ მამა ღმერთისადმი სიკვდილის წინაშეც კი სიმშვიდე და რწმენა ჩვენს რა თქმა უნდა მივენდოთ უფალს ყველა ჩვენ ესე იგი გასაჭირი იქნება ხინი ჭირი თუ სიხარული თუ რა ვიცი ასე შემდეგ მოკლედ ცხოვრებაში ნებისმიერ სიტუაცია იქნება თუ რა მდგომარეობა უნდა მივენდოთ უფალს და ესე იგი მადლობა და დიდება უნდა უთხრათ მოხმოდრეკით დიდება და მადლობა მას ესე იგი რაც გვასწავლის ახლა ეს ჩვენ ხო ანუ ეს დღეს ეს 7 სიტყვა მეგობრებო არ არის უბრალოდ რაც ისტორია 2000 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ ხო ეს არის ცოცხალი გზამკვლევი ხო ანუ გზა ჩვენი ცხოვრებისთვის პირველი მიტევება ანუ პატიება მტრევს პატიება საკუთარ თავს ზრუნვა იზრუნე ახლობლებზე ნებისმიერ სიტუაციაში ნათესავებზე ახლობლებზე მეგობრებზე მეზობლებზე თანამშრომლებზე იმედი ანუ სასოება ხო არასოდეს არ არის გვიან შეცვლისთვის ამაშია საქმე არასოდეს არ არის გვიან რომ ჩვენ შევიცვალო და ჩვენ ზუსტად ეს უნდა და უკაცრავად მოდიში ჩვენ ვიცით რომ ხშირად ვამბობ ჩვენ რომ იოანე ოქროპირი ამბობს რომ ესე იგი არაფერი ისე არ აბრაზებს არ ზიზღება წყალებში ხო ღმერთს რომ ჩვენ როდესაც ცოტა ჩავიდეთ ჩვენ უფალი პატის მაგრამ ჩვენ ანუ გამოსწორებასაც კი არ ვცდილობთ იოანე ოქროპირი ამბობს ხო დავიწყოთ გამოსწორება და შეცვლა დავიწყოთ პატარადან დავიწყოთ და უფალი დიდზე გაგვამარჯვებინოთ ჩვენ სიმართლე იყავი გულწრფელი ტანჯვაში ხო შენს ტანჯვაში ნუ წუწუნებ ხო ბუზღუნებ რაღაცებს ყოველდღე ეს 1000 რაღაცა ატყვის მაგრამ იყავი მშვიდი გასაგებია ეს შეიძლება სალაპარაკო ადვილი იყოს და ადამიანი ლაპარაკოს ადვილი გასაგებია ეხლა მე პატარა არა ვარ და მეც ესე იგი ცხოვრებაში ნუ მოკლედ მაგრამ ეს ჩვენ თუ ვართ მორწმუნეები ხო და ჩვენ ვიცით რომ ქრისტე არის რომელიც სამყაროს შემოქმედია რომელიც მოვიდა შენთვის რომ განკაცდა შენთვის ეს მოვიდა ეს ღმერთი დაიმდაბლა ასეთ განსაცვიფრებელი რამაა რომ როგორ შეიძლება რომ სამყაროს შემოქმედა ესე დაიმდაბლოს თავი წარმოიდგინეთ ხო ეს ხომ ვერ დაიტევს ვერასოდეს ჩვენი გონება ამას ხო როგორც წმინდა სამების არსში ხო ანუ
როგორ არის ხო, აი ღმერთი არსებით ერთი ღმერთია, მაგრამ სამი პირით ხო, სამი ჰიპოსტასით ხო ამავდროულად. ნუ ვიცით ხო, ეხლა მე ამაზე არ დავიწყებ საუბარს. რწმენა მაშინაც კი როცა ღმერთის შორსაა, არასოდეს არ დაკარგოთ მეგობრებო რწმენა. აი პლანეტაზე სულ მარტო რო დარჩეთ, მაშინაც კი არ უნდა დაკარგოთ რწმენა. დაასრულე თქვა დაწყებული საქმე, ხო, ანუ შესრულება, დაასრულე დაწყებული საქმე, რაც გააკეთებ, თქვი, მაგრამ თუ და ისე არ უნდა იყოს, რომ დილით ერთი თქვი, შუადღეს მეორე და საღამოს მესამე. მინდობა, ხო, მიენდე ბოლომდე ღმერთს იყავი ერთგული და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამოხატვა, ხო, ესე თქვა და რწმენის და ჩვენ ვიცით, რომ ბოლომდე უნდა გქონდეს სწრაფვა, უნდა ვიყოთ ერთგულნი ქრისტეს მიმართ. და დასკვნა, ამის დასკვნა მეგობრებო, ჯვარი არის ერთადერთი გზა რომ ხსნა არის ჩვენი ხო ყოფილი ჯვარი და უნდა გქონდეს ყოველთვის სწრაფვა ქრისტეს მიმართ, ვიყოთ ერთგულნი და დავრჩეთ ქრისტეს ცნებების მიმართ და მის მიმართ ერთგულნი. ყოველთვის დავაყენოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იერარქიულად პირველ ადგილას, მშობლებზე პირველად და ყველას პირველ ადგილას, შემდეგ მშობელი, რა თქმა უნდა. და მეგობრებო, რაც თავარია, ყველაზე ერთ-ერთი ჩვენი ცოდვა და მტერი არის ეს სიზარმაცე, მით უმეტეს დღეს, როდესაც 1000-ის ტექნოლოგიებია, რა ვიცი, მობილური და ტელეფონი დაწყებული, დამთავრებული, მოკლედ ყველა იცით სოციალური ქსელები, ესე იგი რომ შედიხარ და ვეღარ გამოდიხარ და იქ საღამოს შეიძლება დაწვება ადამიანი, რაღაცას ეძებ და ესე იგი სხვაზე გადადიხარ და ის გავიწყდება რასაც ეძებდი და ჩადიხარ და ესე იგი 9 საათი 40 წუთი ისე გადის რომ საერთოდ აზე ვერ მოდიხარ. დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და აი ძალიან მოკლედ 7 სიტყვა ქრისტეს ჯვარზე ქრისტეს 7 სიტყვა რაც მან ბრძანა ჯვარზე რა თქმა უნდა შეგვიძლია უბრალოდ ფართოდ ვისაუბროთ, მაგრამ ეს თხოვნა იყო და დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, დიდი მადლობა.